ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო კონტენტი შემოხვდა Facebook-ზე სკროლვისას. ჩვენს ერთ-ერთ ტაძარში რა მნიშვნელობა აქვს რომელში? ქაშვეთში, სიონში, პატარა სამებაში, დიდ სამებაში, ტვერელში. არ ვიცი რა მნიშვნელობა ძალიან ბევრი ტაძარია თბილისში. არა მხოლოდ თბილისში შესაძლოა, რომელიმე რაიონში, ნიკორწმინდაში. გელათის გარდა ყველგან რაც კი მოქმედია საქართველოში, შესულია ტურისტი რუსეთიდან, სავარაუდოდ ტურისტი. დროებით ჩამოსული ჩვენს ქვეყანაში. ერთი კვირით 10 დღით ან შესაძლოა ტურისტი სულაც არ არის და გაცილებით დიდი ხანია ცხოვრობს საქართველოში, ვიდრე გვინდა რომ ამგვარი ადამიანები ცხოვრობდნენ. თქვა წელიწად ნახევარია, 2 წელიწადი და კიდე 7-8 წელიწადი აპირებს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას და ამკვიდრებას და ვინც ის მოქალაქეობის მიღებასაც კი. მოკლედ შესულია რუსულენოვანი წყნარი 7 არაფრით გამორჩეული მორწმუნე ქალბატონი, რომელიც ლოცულობს რუსულ ენაზე. რუსული ენა სამწუხაროდ, აქვე გეტყვით, სულ უფრო ხშირად ისმის ჩვენს ქალაქებში, ჩვენს რაიონებში, ჩვენს ქუჩებში, ჩვენს უბნებში, მიკროუბნებში, შედარებით უფრო დიდ უბნებში და ჩვენს ყოველდღიურობაში. ლოცულობს და საბოლოო ჯამში რას მიედავები, ლოცულობს ღმერთს ელაპარაკება, თავისი კომუნიკაცია აქვს მაცხოვართან. ამ რუსი ქალბატონის რუსულად ლოცვას აპროტესტებს ამავე ვიდეოს ერთი უსაინტერესოესი ნაწილია, კომპონენტია, ნაწილია ქართველი, რომელიც ლოცულობს ქართულ ენაზე, მის ტაძარში, მის სიონში, მის სამებაში, მის პატარა სამებაში, მის ქაშვეთში თუ მის ნიკორწმინდაში თუ რომელიმე სხვა ცნობილ ან არაცნობილ ტაძარში. ღალავერტში ასე მაგალითად. აპროტესტებს და ეუბნება რომ იცით რა არის, ეს არის საქართველო და საქართველოში ტაძრებში წირვა ლოცვა აღესრულება ქართულ ენაზე. ამ ვიდეოს ქვეშ არის პირობითად 3795 კომენტარი და ამ 3795 კომენტარიდან 3790, ანუ 99% და მეტი არის ამ ქართველი ქალისთვის შეურაცხყოფელი. აგინებენ ამ ქართულ ქალს. ამბობენ რომ როგორ შეიძლება დაუშალო რუსეთის მოქალაქეებს წირვა, ლოცვა. მაგით ჩემს უკანაც გაიარეს რუსეთის მოქალაქეებმა, ეხლაც გაივლის, მე მგონი, όμως ვერ მოვიცილე. ანუ თითქოს ჯინაზე გადიან, უკვე მეოთხე დუბლია. გამოდიან. ეხლა გოლფის ამ მოედანზე გადაინაცვლეს, პატარა მოედანზე, ეხლა იქ იყვნენ მანამდე იმ მოედანზე, იქ რატო არ გააგრძელეს ეს თამაშობა, კარგად არ მესმის, ეხლა გამოივლიან სამწუთში კიდევ. მე რაღაცას ვეტყვი და მე ეთქვია რომ დამბიაშვილი რუსებს ვერ იტანსო, არა, ვითან არ არის პრობლემა. საბოლოო ჯამში ხა მეხუთე დუბლს არ ჩავწერა. ხო და ქართველი ქალი აპროტესტებს და ამ ქართველ ქალს კი აგინებენ ქართველები, ბაჭო, ცნობილი ადამიანები. აი მაგალითად ცნობილი ადამიანებიდან ერთ-ერთი კომენტარი შემოხდა გურამ პალავანდიშვილი, რომ ცნობილი პრორუსი, ლევან ვასაზის მრევლის წევრი, ანუ საქართველოს რუსეთთან დაახლოების მომხრე, გურამ პალავანდიშვილიც აგინებს, აკრიტიკებს. ცირცხვილია და რაღაც ეგეთებს უწერენ ამ ქართველ მორწმუნეს. კიდე სხვა რამეებსაც უწერენ, მაგალითად ამგვარ რამეს, რომ ეს ქალბატონიო უთუოდ მიხეილ სააკაშვილის მომხრე იქნება, ვაკაცუკიაო მიტინგებზე დადისო. ეხლა თუ ვინმე მეტყვის რომ ტროლები არიან კომენტატორები, მე გეტყვით რომ ტროლები არ არიან. აი ამ კომენტატორებიდან ვინც ამ ქალს აგინებს 99% ტროლი კი არა, ნამდვილი ნამდვილი საკუთარი გვარსახელით, ვინც ქმედებს და ფულს რომ არ იღებს კომენტარის დაწერაში, ისეთი იუზერია, მომხმარებელია სოციალური ქსელი Facebook-ის. აგინებენ რა მნიშვნელობა აქვს ღმერთს რა ენაზე დაელაპარაკები, ამასაც ეუბნებიან და პრინციპში, მოდი ვიყოთ გულახდილები, სწორია. განა არა შევიდა რა ერთი ქალბატონი რა. და რა ენასაც ფლობს, მშობლიურ ენაზე რუსულად დაელაპარაკა ღმერთს. წირვა, ლოცვა, აღადგინა წირვა არა, უკაცრავად ლოცვა. წაიკითხა რუსულად ელაპარაკება მართლმადიდებლურ ტაძარში. საქართველოს მართლმადიდებლური ქვეყანა, რუსეთის მართლმადიდებლური ქვეყანა, უკრაინას მართლმადიდებლური ქვეყანა, ხო ვიცით ეს ყველაფერი. რუსეთი რანაირი მართლმადიდებლური ქვეყანა, ამაზე არ ვილაპარაკოთ ახლა თქვენ ისწრებათ. ითვლება, რომ რუსეთი მართლმადიდებლური ქვეყანა. ის ბანდიტი ყავთ კიდე ის კირილ გუნძაევი, კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეული. სხვა შორის არსებობს ვერსია, რომ კირილ გუნძაევი სულაც არ არის კირილ გუნძაევი,
და არის ერთი ძალიან ცნობილი, მე ამჯერ ამ ვერსიის აქვე გეტყვით, მაგრამ მაინც ერთი ცნობილი, აც გარდა ფორმალურად და ოფიციალურად აც გარდაცვლილი ქურდული სამყაროს ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, მაგრამ მე ამ ვერსიას არ მივყვები, უბრალოდ გავიხსენე, კი არა, გამახსენდა ეხლა. აგინებენ ამ ქართველ ქალს. სწორიც არის, სწორი ქინება კი არ არის, კრიტიკას პრინციპში სწორია, შევიდა რა ქალბატონი რუსეთიდან და გილოცა, ღმერთს დაელაპარაკა და ასე, თუმცა ძალიან საინტერესოა პრინციპში, აი რას ამბობდა თუ მამაღლა შედარებით მამაღლა ლაპარაკობდა ის ტურისტი რუსეთიდან დროებითი თუ სამუდამოდ ჩარჩენილი ჩვენს ქვეყანაში, რას ამბობდა? მაგალითად, ამბობდა თუ არა ბოჟე ხრანი российскую империю, არა, იმპერიუს ალბათ არ ამბობდა, მაგრამ мою страну. Боже, храни президента Российской Федерации, ღმერთო დაიფარე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი პუტინი. ეს ღმერთთან ლაპარაკი კი არის ერთგვარად, მაგრამ ეს უნდა ისმოდეს ქართულ აზრებში. არ ვიცი კი არა ვიცი. პირდაპირ ვამბობ. ამგვარი სახელდახელოდ მოფიქრებული ლოცვა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ღმერთისთვის შევედრება, ხო? ან პუტინის სიცოცხლის თაობაზე ღმერთისთვის შევედრება ქართულ ტაძარში, საქართველოს ტაძარში, ჩემი აზრით და ობიექტურადაც არ უნდა ისმოდეს. მაგრამ მაღალზე მაღალი ალბათობით ამგვარ სიტყვებს არ წარმოთქვამდა ქალბატონი რუსეთიდან და შესაბამისად ჭყალებში მართლები არიან ისინი, ვინც აკრიტიკებს ჭყალებში, ოღონდ აკრიტიკებს ქალბატონს, რომელმაც თავის მხრივ გააპროტესტა რუსი ტურისტის ლოცვა რუსულ ენაზე, მაგრამ აი აქ იწყება ალბათ თავარი სალაპარაკო, თავარი სათქმელი ამის შემდეგ უნდა ვთქვათ. გრიგოლ ხანძთელი გახსოვთ. უზარმაზარი მასშტაბის, კარგად რომ არ იცის ქართული საზოგადოების 99%-მა, უზარმაზარი მასშტაბის მოღვაწეა გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელი რომ არ ყოფილიყო სხვასთან ერთად, რასაკვირველია პირველ ყოვლისა მე ბაგრატ მესამეს გულისხმობ და შემდგომ მეფეებსაც და საერო და არაფხლოდ საერო, მათ შორის საეკლესიო მოღვაწეებსაც საქართველოს უბრალოდ არ იარსებებდა. ხოდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში ამგვარი სიტყვები. ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხები სუსტ ციტატას ალბათ ვერ გავიხსენებ და სახელდახელოდ არ ჩამიხედავს. ქართლად ფრიადი ქვეყანა იაღირაცხების, რომელშიც წირვა, ლოცვა ქართულად დაღესრულების და ჟამი ქართულად შეიწირვების. ერთი ოღონდ ის სხვა კონტექსტია, რასაკვირველია, იქ არის ბიზანტიის კონტექსტი, იქ არის ბერძნულ ენაზე წირვა ლოცვის ამბავი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საქართველოს კიდე გაიარა. აი დადის აქეთ იქით რა. ეხლა ის მისი მეუღლე ოღონდ წინიდან გამიარა. ეხლა წავლენ იქით ითამაშები. და მე ტაბლიაშვილს ოღონდ ჩინაზე დადის, მე ესე მგონია. ეხლა გამოივლის. ხოდა ერთი ქალბატონის ლოცვა არ არის პრობლემა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამგვარი ქალბატონები თუ მომრავლდებიან მრევლის წევრები, რომლებიც შევლენ ქართულ ტაძრებში და იტყვიან, რომ იცით რა, ჩვენ ლოცულობთ რუსულ ენაზე და ეს მე მგონი არ უნდა იყოს თქვენთვის პრობლემაო. არ არის პრობლემა გურამ ფალავანდიშვილებისათვის და იმ 3790 მოქალაქისათვის, რომელიც იმ ვიდეოს ქვეშ კომენტარს ტოვებს. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ 50-500 გახდება და 500 კი 5000, რომლებიც იტყვიან, რომ აი ეს ქალბატონები და ვაჟბატონები, რომ აი ესენი მათ შორის აქ რო გაიარა, რომ იცით რა არის, ჩვენ არ გვესმის რას ლაპარაკობს ქართულ ენაზე სამღვდლო პირი. და იქნება და უკეთესი იყოს, უმჯობესი იყოს, რომ ქართული ენის გარდა ლოცვა იყოს აღვლენილი მათ შორის რუსულ ენაზე. ამას თქვენ გონიათ არ იტყვიეთ. რუსეთის ხელში ყველაფერი, მათ შორის სპორტი, მათ შორის კულტურა, ნებისმიერი სფერო, ნებისმიერი დარგი, მეცნიერებაც კი, ნებისმიერი რამ არის ჰიბრიდული იარაღი მოშვერილი საქართველოს დამოუკიდებლობის და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. და მათ შორის არის მოშვერილი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ეკლესია ქრისტიანობა როგორც ასეთი. რუსეთი ვერ ამტკიცებს და ვერც დაამტკიცებს რასაკვირველია, ჩვენ ერთი ხალხი ვართ. აი უკრაინელებს ეუბნება, რომ ჩვენ ორივენი სლავები ვართ და აქედან გამომდინარე უნდა ვიყოთ ერთ სივრცეში, ერთ ქვეყანაში, ახალი ტიპის საბჭოთა კავშირში, ან თქვენ საერთოდ რუსეთის ნაწილები უნდა განაწილება და გახდეთ. ამას ჩვენ ვერ გვეუბნება, იმიტომ რომ შესანიშნავად ვიცით, რომ
ჯერ საქართველო იყო და საქართველოს სხვა ქვეყანა, სხვა ეთნოსია ქვეყანაში დომინანტი და გაცილებით დიდი ხნის, დიდი ისტორიის, დიდი კულტურის ქვეყანაა საქართველო, ვიდრე რუსეთი დაარსებული თავისი მერვე, მეცხრე, მეათე საუკუნეებში. საქართველო ჯერ კიდევ როდიდან არსებობდა, სხვა შორის არა ამ სახელწოდებით, გრიგოლ ხანძთელს უკავშირდება ამ სახელწოდებით. საქართველოს არსებობა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს წინარე სახელწოდებებითაც. ხო, ავიც იბერია, კოლხეთი მაგალითად. ეგრისი მაგალითად. ხო და რუსები ამაზე ვერ გვიმტკიცებენ, მაგრამ იმას კი გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ ორივენი ვართ ქრისტიანები და ამ ქრისტიანობა მართლმადიდებლობა უნდა, პრავოსლავიემ და მართლმადიდებლობა უნდა გააგვაერთიანოს. ვიტოჟი პრავოსლავი. თქვენც მართლმადიდებლები პრავოსლავები ხართ, ამას გვეუბნებიან რუსები და აქედან გამომდინარე ცდილობენ დამტკიცებას, რომ ჩვენ საერთო წარსული გვქონდა 1801 წლიდან მათეული გაგებით. ასეც იყო მართლა, მას შემდეგ რაც გიორგი მეთორმეტემ პრაქტიკულად ხონჩით მიართვა რუსეთს ქართლ-კახეთის სამეფო და მერე უკვე რუსეთმა 10 წლეულების განმავლობაში იომა დანარჩენ საქართველოში შემოსასვლელად და რა აჯანყება არ ჩაახშოს, სად არ ჩაახშო იმერეთის, კახეთის, სხვა და სხვა ხალდეს აჯანყების ჩათვლით 1775 ხო თუ არ ვცდები შეიძლება ხო ჩაახშო და მერე მიიერთა მთლიანი საქართველო და გუბერნიებად დაყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და ამას ამტკიცებს რუსეთი. ამის დამტკიცებას ცდილობს, რომ თუ ჩვენ არა ვართ ერთი ხალხი და არა ვართ ერთი ხალხი, ჩვენ საერთო რწმენა მაინც აგვაქვს და აქედან გამომდინარე ჩვენი წარსული, ჩვენ საერთო წარსული გვაქვს და საერთო მომავალიც უნდა გქონდეს. ამიტომ დაუბრუნდები იმ თემას. ერთი იქ გალბატონის, მრევლის, მორწმუნე ადამიანის შესვლა და რუსულად ჩუმად ლოცვა, თუმცა გააჩნია რას ამბობს, ხო? როგორ წარმოთქვამს, რას ევედრება, ხმეთს თუ ეუბნება ღმერთს, რომ ბოჟე ხრანი პრეზიდენტ როსიისკой ფედერაციის ვლადიმირ ვლადიმირიჩა პუტინა, ღმერთო დაიფარე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვლადიმირიჩ პუტინი, ეს უკვე პრობლემაა, მაგრამ დაუშვათ და რომ ამას არ ამბობს. და მართლა ლოცვას კითხულობს, აი ლოცვების წიგნია გადაშლილი და ლოცვების წიგნიდან კითხულობს რამ ლოცვას მამაოჩვენოს რუსულ ენაზე. ეს ხო პრობლემა არ არის თითქოს, მაგრამ ამგვარი რამ თუ მომრავლდება, აუცილებლად შეიქმნება პრობლემა, აუცილებლად იქნება პრობლემა უკვე მომავალში საქართველოსთვის. ის პირები, რომლებიც ამ ქალბატონს აგინებენ, იმ ქალბატონს, რომელმაც თავის მხრივ გააპროტესტა რუსი მორწმუნე ქალის ეს ლოცვა რუსულ ენაზე, ის პირები პრინციპში თანახმანი არიან, რომ რუსულ ენაზე მიმდინარეობდეს ლოცვა, მათ შორის სამღვდლო პირებიც კითხულობდნენ. რუსულ ენაზე აღავლენდნენ ლოცვას რუსულ ენაზე, უკვე მომავალში ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. არა და ქართლად ფრიადი ქვეყანაა აღინაცხების, რომელშიც წირვა ლოცვა, ზუსტი ციტატა არ არის და უნდა მომიტევოთ, თქვენ თვითონ ჩახედეთ, რომელშიც წირვა ლოცვა ქართულად აღესრულების და ჟამი ქართულად შეიწირვების, ხო, დაახლოებით ესეა. გრიგოლ ხანძთელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენს იდენტობას გვაკარგინებს ყველა მიმართულებით რუსეთი. ყველა მიმართულებით. ეს არის მისი ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ. მან ვერ მოახერხა ჩვენი გატეხვა, ჩვენი დაჩაგვრა, ჩვენი განადგურება კონვენციური ომით და 2012 წლიდან და უფრო ადრინდელი პერიოდიდანაც, მაგრამ 2012 წლიდან ჰიბრიდული ომის ეს კომპონენტი, რბილი ძალის კომპონენტი აამოქმედა და რბილი ძალა კი შემოღწეულია ყველა სფეროში თუ ყველა მიმართულებაში. ტურიზმშიც კი შემოღწეულია. ყველგან, აი რუსულ წარწერას რომ ხედავთ იქ აქ სადაც მე ვარ აქ ვერ ხედავ, მაგრამ ხო, სადაც ხედავთ, ხო, ესეც რუსული რბილი ძალაა. ხო, თითქოს არაფერია ტურისტმა რუსეთიდან რა საკვირველია მშობლიურ ენაზე უნდა გაიგოს რა სად არის. ის რესტორანი სად არის და ის კაფე სად არის და ის ტაძარი სად არის და აქ რა იყიდება და იქ რა იყიდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეც პრობლემაა, იმიტომ რომ რომელიღაც ეტაპზე ეს ხსენებული რუსული ენა შეჭამს ქართულ ენას და ქართული ენა საერთოდ ამოვარდება. და ვითომ საერთაშორისო რეალურად კი მხოლოდ რუსების ენა, რუსებისა და ცალკეული სხვა ხალხების ენა დარჩება ამ ქვეყანაში. არა, მაინც და მაინც ორ წელიწადში არა, თუნდაც
15 წელიწადში, მაგრამ 25 წელიწადში, მაგრამ ასე იქნება. ხა მე მგონი გამოივლია კიდევ და იქ თამაშობ. იქ ერთობია და ხა გამოივლის. ეს როგორც ის გამოივლის, რომელი ღირსებაზე ამ ეხლა არა. მაგრამ ერთი 57 ვიდეოს ამ სივრცეში რო ჩავწერ, შეიძლება მითხრას რომ ისი რა არის, თამაშობთ რა და გვიშლი ხელს წყალებში, რა თქმა უნდა, მართალიც იქნება, მართალი არ იქნება და მიიღებს პასუხს, მაგრამ მაინც. მე ვიცავ იმ კალბატონს, მაინც ვიცავ, რომელმაც გააპროტესტა რუსეთის მოქალაქის მორწმუნე კალბატონის მიერ აღვლენილი ლოცვა რუსულ ენაზე. ვიცავ და ვეწინააღმდეგები 3790 კომენტატორს, რომლებმაც უშვერი სიტყვით გალანძღეს ეს კალბატონი. გვახსოვდეს უნდა, რომ რუსეთისათვის რბილი ძალაა ნებისმიერი რამ ფაშისტის მსუყედ რომელშიც მას შემოღწევა უნდა უკეთრო ჩამოვაყალიბო, რუსეთი რბილ ძალას იყენებს ჩვენს წინააღმდეგ ყველა მიმართულებით. მათ შორის ქრისტიანობის მიმართულებითაც, კულტურის მიმართულებით, სპორტის მიმართულებით, ეკონომიკის მიმართულებით, პოლიტიკის და ასე შემდეგ.